საღამომშვიდობისა ეს იმედი ლაივია გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. მაკეინის ინსტიტუტში ტრამპს საკრიტიკებენ, ჯო ვილსონის მითი მეთიუ ბრაიზამ დაამსხვრია, მოკლედ რადიკალებში დიდი გაუგებრობაა, მესიჯ ბოქსი ვეღარ ლაგდება. მაგდა წითელი ხალიჩა არ დახვდათ, მოკრძალებული სელფები ვაშინგტონიდან კი მხოლოდ ოპოზიციის მძიმე ბედს აღწერს. ისი დავალებით მოქმედებს და რა გეგმის ნაწილია გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალურ საქმეზე სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი, კერძოდ ის, რომ ბაჩიაშვილი ოპოზიციურ ფონდებში სოლიდურ თანხებს რიცხავს. რამდენს და კონკრეტულად სად არ აღიარებს, თუმცა თავად ფაქტი, რომ ბრალდებული მოულოდნელად პოლიტიკით დაინტერესდა და საპროტესტო აქციებს ეხმარება, მართლ გუნდს კიდევ უფრო უმყარებს ეჭვს, რომ გადაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გარე დავალებით მოქმედებს. უმრავლესობის ლიდერი პოლიტიკურ შანტაჟზე საუბრობს, მისი თქმით, როდესაც შვეიცარიული ბანკი უარს ამბობს კონკრეტულ საქმეზე გასცეს ინფორმაცია, კიდევ ერთი დასტურია, რომ ფინანსური ორგანიზაცია საკუთარი ნებით არ მოქმედებს. გნებავთ გლობალური ომის პარტია დაარქვით, გნებავთ Deep State, მაგრამ ხედავთ, რომ უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის წინაშე იმის გამო, რომ ვიღაცას ბიძინა ივანიშვილის დასჯა სურსო თქვა მამუკა მდინარაძემ. უმრავლესობაში გაიხსნეს ისიც, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ბანკმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო, რაც მოწმობს, რომ სახეზეა დიდი პოლიტიკური სქემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ეროვნული ინტერესების დაცვის გამო უპირისპირდება. წლის მთავარ მოვლენას ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას საგანგებოდ ჩასული ქართული ოპოზიცია ან ვაშინგტონის ქუჩებში შეხვდა, ან მრავალათასიანი არენის შორეულ იარუსებზე, ან უკეთეს შემთხვევაში საინაუგურაციო დარბაზის მეზობლად ეკრანზე უყურებდა. მოლოდინი, რომ წითელი ხალიჩით დახვდებოდნენ ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, ვაშაძეს და სხვებს, 20 იანვარს საპნის ბუშტივით გასკდა და მოკრძალებული სელფებით თუ ვიდეოებით ცდილობდნენ, რომ ეთქვათ ჩვენც აქვართო. სამაგეროდ გზავნილები, რომელსაც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ აჟღერებდა, საინაუგურაციო სიტყვაში კიდევ ერთხელ შეაჯამა და არავისთვის აღმოჩნდა სურპრიზი, რომ ზუსტად ემთხვევა ქართული ოცნების გზავნილებს. ეს კი რადიკალებმა როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში საკუთარი ყურით მოისმინეს და ახლა ტრამპს რიტორიკას უწუნებენ. კიდევ ერთი სიურპრიზი მრავალ სხვა განკარგულებას შორის ის აღმოჩნდა, რომლითაც ტრამპმა საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა, რადგან სხვა სახელმწიფოებისთვის დახმარება ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წინ წაწევით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს, როგორც ამ ქვეყნებში, ისე ამ ქვეყნების სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას. ბუნებრივია ეს ამბავი მაკეინის ინსტიტუტის ქართველ სტიპენდიანტებსაც შეეხებათ. ოპოზიცია მორიგი და მწარე იმედგაცრუების ზღვარზეა, მათი ახალი კერპი სრულღმერთი აღმოჩნდა. კონგრესმენ ჯო ვილსონის პოზიცია ტრამპის მიდგომებს არ შეესაბამებაო. სიმართლე გაამხილა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოსთან მიმართებაში რადიკალების ფავორიტის მოსაზრებები ზედმეტად ექსტრემალურია და მათი განხორციელების შანსი დაბალია. კოლექტიური ნაცმოძრაობის ყალბი აღფრთოვანება ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიმართ შეუმჩნეველი არ დარჩენილა მათ უშუალო მფარველებში. მაკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთ დირექტორს თურმე უსჭრის ქართველების მხრიდან ტრამპის ხება დიდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ის მოძალადე და კრიმინალიაო, სწორედ ასე მოიხსენია ლორა ტორნტონმა შტატების ახალი პრეზიდენტი, რაც ნიშნავს, რომ დიდია საფრთხე ნაცვალების სელფების გამო სალომე ზურაბიშვილის სტიპენდიის გარეშე დარჩეს. ეს არის Deep State-ის საქმიანობის სტილი, რომელსაც იმედია პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით გაუმკლავდებაო. შეაფასა ზურაბიშვილის დამქირავებლების განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კი განმარტა, რატომ ერგო ტრამპის კრიტიკაში ყინულმჭრელის როლი ლორა ტორნტონს. უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავდასხმის სამიზნე ეროვნული ინტერესების და სუვერენიტეტის საკითხების წამოწევის გამო გახდა. ისევ სააკაშვილის თავისუფლება, ისევ საქართველოს იზოლაცია, ისევ სანქციები, ევროპარლამენტარების ნაწილის რიტორიკა უცვლელია. რასა იუკნევიჩიანი, მალგოჟატა გოშევსკა, რაფაელ გლუქსმანი და სხვები, ვისი წარსულის და აწმყოს ნაცმოძრაობასთან და უშუალოდ სააკაშვილთანაა გადაჯაჭვული, გზავნილებს არ ცვლიან და ითხოვენ იმას, რასაც თბილისიდან რადიკალები უყვეთავენ. ეს გზავნილები სავარაუდოდ ახალ რიგით მე-6 რეზოლუციაშიც აისახება, თუმცა წინამოწვევის ევროპარლამენტისგან განსხვავებით, ახლა უფრო ხმამაღლა
მაღლა და ხშირად ისმის საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები. იმავე დარბაზში საკუთარი კოლეგები სააკაშვილის მოკავშირე იუკნევიჩიანეს, გლუქსმანს, გოშევსკას და სხვებს ახსენებენ, რომ არჩევნების გაყალბებაზე ეუთოდირის დასკვნაში არაფერი წერია. ოფიციალურ ბრიუსელს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ, რადგან თუ კი უცხოური ჩარევა მიუღებელია პარიზში ან ბერლინში, ევროპულ ელიტებს არ უნდა ჰქონდეთ ცდუნება ოფიციალური თბილისის შიდა საქმეებში ჩაერიონ. მათ შორის არ უნდა დაფინანსდეს თბილისური მაიდანი. რადიკალების თავდასხმის უცვლელი სამიზნე ტელეკომპანია იმედი და მისი მფლობელია. მორიგი დეზინფორმაცია ამჯერად ანადოლიძემ გაავრცელა და მას ირაკლი უხაძის უცხოური აქტივების სქემა უწოდა. დეზინფორმაციული კარგი ჯო ვილსონმა თავის გვერდზე მალევე გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მჭიდრო კოორდინაცია კონგრესმენსა და კოლექტიურ ნაცმოძრაობას შორის. მან ასევე ბრალი დაასდო ტელეკომპანია იმედს ამერიკისადმი სიზუვილის გავრცელებაში. განცხადება შეიცავდა უსაფუძვრო ბრალდებებს ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის თითქოს და კავშირების თაობაზე. ჩვენი მხრივ განმარტავთ, რომ ტელემედის მფლობელობის გავრცელებული სქემა სინამდვილეს არ შეესაბამება. სრული სიცრუეა, თითქოს ტელეკომპანია იმედს ანტიდასავლური ნარატივი აქვს, ტყუილია ანტიამერიკულ განწყობებზე მინიშნებაც ოპოზიციის სრულ ნარატივის შესახებ იმედის მფლობელმა ირაკლი უხაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა, როგორც ირაკლი უხაძე ამბობს, არ სურს ქვეყნის უკრაინიზაცია მოხდეს, თუ დიდი ბიჭები ჩვენს გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, არ მინდა რომ საქართველოს ბურთის როლში იყოსო, აღნიშნა იმედის მფლობელმა. მან გაიხსენა ნაცმოძრაობის რეჟიმის დამოკიდებულება თავისუფალი მედიის მიმართ, როგორც დაარბიეს იმედი, დახურეს სხვა ტელევიზიები. პრობლემა ის არის, რომ საზოგადოების ნაწილს დღეს ეს არ აწუხებს და თანახმად ძალაუფლება დაუბრუნოს ადამიანებს, ვინც წარსულში სიტყვის თავისუფლებაზე ძალადობდა, მათ შორის ნიკა გვარამიას. ირაკლი უხაძემ რადიო თავისუფლება მის მიმართ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაშიც ამხილა. საქმე ეხება წერილს, რომელიც მედია გამოცემის მტკიცებით კონგრესიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს გაეგზავნა, თუმცა სტატიაში არც წერილის ავტორი და არც წყარო დასახელებული არ იყო. კონგრესმენმა გააგზავნა, რა წერია, კონგრესიდან გააგზავნა, მე დათქმა შევიდა, მე გამოგატა იგივე წელი. ვიტყვიო კონგრესიდან გავაგზავნა ეს წელი. არ ვიცი რა, იმიტომ არ მეუნებია ვინ გააგზავნა, ხო? ანუ მიმალავე. რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. მე თვითონ არ მგონია მე სანქციები მემუქრება, მათ ვაგე თუ გინდა შემიძლია სლათავხსნა, რატო არ მგონია რომ მემუქრება. მაგრამ საერთოდ ამ სიტუაციაში ვარ და ამ ფორმაში ეგ ძალიან არ მახარებს. ეს აი აქ დაწერილი, ეხლა საუბძივარ. ჩვენ მაგალითად ამ ოფისში დაწერილი ქართულად. თქვენ იცით ვინ დაწერა ეს წერილი, მოდი არ გვეუბნებით ჩვენ. ჩვენ ანონიმურობის პირობით. კონგრესმენის ანონიმურობაა? ჩვენი წყაროს ანონიმურობის პირობით. ვიწერილი ვინ დაწერა ის უნდა. კონგრესმენია, კონგრესმენია. იმას ინახო, ისიც ანონიმურია კონგრესმენი? ანონიმურობის პირობით გვაქვს. წყაროა კონგრესმენი? წყარო კონგრესმენია? წერილი არის წერილი ვინ დაწერა? წყარომ თუ კონგრესმენმა? კონგრესმენმა. კონგრესმენია თქვენი წყარო? და რაც შეეხება წყაროს კონგრესმენია თქვენი წყარო? მაშინ ანონიმურობა აღარ გამოდისკო. ანუ თქვენ სპეციალურად დამალეთ კონგრესმენის სახელი, მამას ვიძახი. და წყარო არის ანონიმური, რომელსაც ვერ ვასახელებთ. ჩვენ წყაროს ანონიმურობის დაცვის უფლება გვაქვს სასამართლოში. კი, მაგრამ კონგრესმენის რატო არ გვისახელებს, ვინც დაწერა? ის ხო არ არის ანონიმური. ის ხო თქვენი წყარო არა. රატო არ ამბობთ? ანუ ვერ ასახელებთ, იმიტომ რომ რო დაასახელოთ უარესად გამოჩნდება. იმიტომ სტაფერმა დაწერა, ან დამლაგებელმა დაწერა კონგრესსა ვიღაც. თავარ პოლიტიკურ თემებზე ვიწყებთ საუბარს იმედი ლაივის სტუდიაში. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ პარლამენტის თავმჯდომარე და ის შეაფასებს იმ მოცემულობას, რომელიც წლის დასაწყისში არის შექმნილი ქვეყანაში. ბევრი პოლიტიკური თემა არის დაგროვილი, რაც დღეს უნდა გამოვხილოთ. ვისაუბრებთ შიდა პოლიტიკაზე, ვისაუბრებთ საგარეო პოლიტიკაზე, მოკლედ ვეცდებით დავსვათ ყველა კითხვა ფორმატიდან გამომდინარე და დროიდან გამომდინარე. შესაბამისად, მივესალმებით ჩალვა პაპუაშვილს. მშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით დავიწყოთ აი წლის თავარი მოვლენით. უკვე პრინციპი 2 დღეა გასული ინაუგურაციიდან და უკვე იმდენი ცვლილება არის, თან ესეთი რადიკალური ცვლილებები სხვადასხვა საკითხში, რომ შეუძლებელია ეს ჩვენს პოლიტიკურ რეალობას არ შეეხოს. თქვენი შეფასებით უკვე გამოჩნდა თუ არა ის ნიშნები, რაც უნდა მივიდეს საბოლოო ჯამში ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვამდე. თუნდაც საგარეო დახმარების შეწყვეტა დროებით, მაგრამ მაინც და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. კიდევ ერთხელ მიულოცავ ყველას გავლენ დღესასწაულებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენა არის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და ჩვენ ვხედავთ უკვე პირველ შედეგებს თუ პირველ ასე ვთქვათ აღსრულებას იმ იდეებისა, რომელზეც საუბრობდა, ჯერ ნაადრევია რა თქმა უნდა საბოლოო შეფასებებისთვის, თუმცა აქედანვე უკვე იკვეთება რამდენიმე საკითხი.
რაზეც მას ადრეც ქონდა საუბარი და ახლა იდის უკვე განხორციელება. პირველი ეს გახლავთ ამერიკის ეროვნული ინტერესების წინ წამოწევა და რაც ნიშანდობლივია ვფიქრობ და მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ვინაიდან ჩვენ ოპოზიციას მის გვერდში მყოფ NGO-ებს ეროვნული ინტერესი როგორც ტერმინი საერთოდ დაკარგული აქვს საკუთარი პოლიტიკური ტერმინოლოგიიდან და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დამარცხენ ისინი არჩევნებში. სინამდვილეში მათ ვერ გააცნობიერეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ დიდი იდეებზე იყო მსჯელობა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნახეთ, რომ ამერიკაშიც ეს იდეა აღმოჩნდა ერთ-ერთი წამყვანი, რომ ეროვნული ინტერესი არის გამსაზღვრელი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ქვეყანამ ერმა საკუთარი მიზნების სწორედ დასახოს და მიაღწიოს. ამიტომ ამერიკაც და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაც ჩანს, რომ იქნება ორიენტირებული ამერიკის ეროვნულ მიზნებზე და ინტერესებზე. მეორე ეს გახლავთ ლიბერალური ღირებულებების გადახედვა და ვხედავთ უკვე ამის შედეგებსაც, რაც შეეხება გენდერის საკითხებს, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს ამ მხრივ და ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები, ასევე მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც ხედავთ რომ მნიშვნელოვანი არის ეს საკმარისი იდეათა თანხვედრა იმისათვის, რომ ურთიერთობები მინიმუმ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს თუ ამისთვის კიდევ რაღაც უნდა გაკეთდეს, მაგალითად ქართული ოცნების მხრიდან. როგორ ხედავთ ახლა ურთიერთობების განვითარების დინამიკას? თავარი საკითხი, რაც საერთოდ ჯამში როგორც პოლიტიკის წარმოების ფორმა კრავს ამ ყველა თემას არის ფარისეულ პოლიტიკაზე უარის თქმა. საუბარი პირდაპირ იმ ინტერესზე, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც აქვს პრეზიდენტს, ამერიკის პრეზიდენტს და გაცნობიერება, რომ სხვა ერებსაც აქვთ ეს ინტერესი. ჩვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები, რომ ისინი ამოდიან იქიდან, რომ ქვეყნები, ერები მოქმედებენ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და სწორედ ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებაში ხედავს როგორც ჩანს პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის წინაპირობას და ეს არის ის რაც ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს რომ გვექნება აღარ იქნება ის ფარისეულური პოლიტიკა რომელიც სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციას ჰქონდა რომელიც თითქოს და მზრუნველობით დემოკრატიის ექსპორტით შინამდვილეში სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას გულისხმობდა და ამას ჩვენ ხედავდით მათ შორის საქართველოს მაგრამ თქვენი მოწინააღმდეგეებიც არსად გამქრალან მათ შორის ვაშინგტონში გასაგებია რომ ძალაუფლების ის ბერკეტები აღარ ექნებათ მაგრამ იქნება თუ არა ეს ხელი შემშლელი გადაწყვეტილებებს ხედავთ რომ იღებს პრეზიდენტი ტრამპი და ის მხარდაჭერა რომელიც მას აქვს ამერიკელი ხალხის მხრიდან არის ის მთავარი ძალა რომელიც მას ზურგს უმაგრებს ამიტომ გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკელი ხალხი ცალკეული გამოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკოსისა ვფიქრობ რომ ამას ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და რაც მთავარია ჩვენ უნდა მივხვდეთ რა არის შინაარსი კიდევ ერთხელ ხომ დღეს ვნახეთ მათ შორის მაკენის ინსტიტუტის წარმომადგენლის ქალბატონ თორნტონის ერთ-ერთი განცხადება პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით და ესეც აჩვენებდა კიდევ ერთხელ რომ არის პოლიტიკური დაჯგუფებები რასაც პრეზიდენტი ტრამპი deep states უწოდებს რომელსაც ფესვები და საცეცებია გადგმული სხვადასხვა სფეროში ამერიკის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრებისა რომელსაც უცხოას ინტერესები აქვთ და ამ ინტერესებიდან მოქმედებენ და მათ შორის მოქმედებენ იმ ინტერესიდან რომ ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ჩვენ საყურადღებო იყო ის ფორმულირება რაც დაერთოთ ან ამ საგარეო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებას მსოფლიო მშვიდობისთვის ძირის გამოთხრა უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წახალისება რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობების განვითარებასთან ასე ჩვენ გვესმის კონტექსტი ხო ეს არის ის რეალობა რომელ რეალობაშიც წლების განმავლობაში გვეხდებოდა საზოგადოებასაც ცხოვრება და პოლიტიკურ კლასსაც ხო ანუ არ იყო ეს დაფინანსება და ამ ორგანიზაციების აქტივობა მიმართული ქვეყნების კეთილმეზობლური ან ზოგადად მეგობრული ურთიერთობებისთვის დიახ ნიშანდობლივია რომ პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში ასე მკაფიოდ არის და ასე კრიტიკულად არის შეფასებული თავად ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების პოლიტიკა რომელიც აქამდე არსებობდა და თქვენ სწორედ აღნიშნეთ ხაზი იყო გასმული იმაზე რომ ჰარმონიულ განვითარებას ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელსაც კი უშლიდა
ის მიდგომა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას ჰქონდა საგარეო დახმარების მხრივ. და სამწუხაროდ ეს ამ მხრივ არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების თვის დამახასიათებელი, ჩვენ ასევე ხედავთ სხვადასხვა ევროპულ ფონდებს, რომლებიც მავნე ზემოქმედებით უფრო არიან დაკავებული, მათ შორის საქართველოში, ვიდრე მეგობრული ხელის გამოწვდენით. ამ დღეებშიც ვნახეთ, მეც მქონდა ამაზე გამოხმაურება სოციალ მედიის საშუალებით ერთ-ერთი მოსამართლის საცხოვრებელ ბინაზე ადამიანმა და ამას მედია ფორმულა ასე ვთქვათ აპიარებდა შეურაცხყოფელი სიტყვები დაწერა მედია რომელიც ამ ერთი დღით ადრე მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლობა გვახარა რომ საპრიზო პოზიციაზე მოხდა მისი ჟურნალისტი. ასე ხდება სამწუხაროდ ძიძღის და ძალადობის კამპანიის წახალისება, იგივე არა ძიძღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა. თქვენი სიტყვების ხუჩი რატომ ამბობთ წახალისებას და ზოგადად რა ტიპის კამპანიას ვადევნებთ თვალს თქვენ ანტიქართულიც ახსენეთ ამ პროტესტთან დაკავშირებით? ის რასაც ჩვენ ხედავთ იმ ფორმები, რომელიც პირდაპირ კოპირებულია ხედავთ სხვა ქვეყნებში ასევე უცხოური დაფინანსებით და დახმარებით წარმოებული სხვა პროცესებისთვის პირდაპირ ამერიკის ყოფილი ერთს უყალდა ხოლმე საუბარი სახელმძღვანელოდან გადმოწერილი ის კგბ-ს თუ FSB-ს სახელმძღვანელოს ახსენებდა ასეთ სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი სცენარები პირდაპირ რომელიც იდგმება სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებების სახით მისი შინაარსით მისი განსაკუთრებული ასე ვთქვათ ზიზღის ფორმირებით თუ კულტივირებით საზოგადოებაში და ამას კონკრეტული მიზანი აქვს, სხვა შორის დღეს პრემიერ ფიცომაც ამაზეც ისაუბრა, რომ ამას თავის მიზანი აქვს, რომ ჩამოაყალიბონ ანტაგონიზმი, ზიზღი, ხელისუფლების, სახელმწიფოს მიმართ მათ შორის, რომ მივიდეს დაპირისპირებამდე, ანუ რაღაც დაპირისპირების გარკვეულ მწვერვალამდე ეს ურთიერთობა, რათა შემდეგ სადღაცას გაწყდეს. და გვახსოვს ჩვენ იგივე ქალბატონი ლორა თორნტონის მაკენის ინსტიტუტის წარმომადგენლის იმედგაცრუება, რომ სისხლი არ დაიღვარა და გვამი ვერ იხილა საქართველოში და ეს იმედგაცრუებაც ვნახეთ ჩვენ მისი მხრიდან. სამწუხაროდ ესეთი მიდგომებიც იყო, ხედავდით მათ შორის განვლილ წლებში როგორ ხდებოდა გადამზადება ამა თუ იმ ჯგუფისა, მომზადება სწორედ ექსტრემისტული მეთოდებით ვთქვათ სახელმწიფოს თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლისა და ამას ხედავთ მათ შორის ბოლო გარკვეული ხანია ამის პრაქტიკულ რეალიზებას. თქვენ ფიქრობთ რომ ახლა ამ პროცესების დასასრულს ვადევნებთ თვალყურს? ჩვენ ერთ რამეს ხედავთ ხომ, როცა ეროვნულ ინტერესებზე საუბრობთ და როცა უყურებთ ჩვენ ოპოზიციას და მათი მხარდამჭერები ვინც არიან, ასე ვთქვათ, ის ბირთვიასაც ხედავთ. რატო არის თავარი არსი, რატომ არის ეს არაქართული თავისი არსით? და საერთოდ არაეროვნული მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ მათი იმედები არის გარეთ. მათ უნდათ რომ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით მიიღებოდეს გარეთ. აი ეს მატრაკვეცობა, რაც ვიხილეთ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ერთმანეთს რომ ასწრებდნენ რომ ვინმე რაიმენაირად ფეხი შეეყოთ და დასწრებოდნენ ამა თუ იმ ღონისძიებას შორი ახლოდან თუ ასე შემდეგ ესეც ხო ამის დასტურია რომ რამდენად აკნინებენ საერთოდ საქართველოს როგორც სახელმწიფოს მაგრამ თქვენი ოპონენტების გზავნილი ხო ასეთია რომ ისინი თავის ამ მომრჩეველს და არა მხოლოდ მათ უმტკიცებენ რომ ქართულ ოცნებას არ ამიხვდება არსად ჩაესულება და აი ჩვენ ნახეთ ყველგან დავდივართ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება არის ქართული ხალხის ჩვენი მოქალაქეების ხელისუფლება და ეს არის ესმის ოპოზიციას მათ ხო წინასაარჩევნო კამპანიას ასეა წარმოეს ისინი ხომ ხან ბრიუსელში ხან ვაშინგტონში დადიოდნენ და ხან ევროპარლამენტარს ხდებოდნენ და ხან კონგრესმენს ხდებოდნენ და ყოველ მეორე დღეს ჩართვები ჰქონდა სხვადასხვა უცხოელი მათი მფარველისგან ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანია ჩაუტარეს უცხოელებმა ხო ეს ვნახეთ ეს არ ვნახეთ რომ ხან ერთი რეზოლუცია ერთგან მიიღებდნენ რეზოლუციას ხან მეორეგან რომ ყოველ დღე თემა შეექმნა წინასაარჩევნოდ და ამის შემდეგ უკვე თუ ქართული ხალხი გამოვიდა და ხმა მისცა ამის წინააღმდეგ ყველაფრის როგორ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს რომელიც 33 წლის წინ ვიბრძოლეთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ახლა რომელიღაცა ესტონელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდიოდეს და ფეხქვეშ დელავდეს ჩვენ სუვერენიტეტს და ამას ვეგუებოდეთ წარმოუდგენია საერთოდ ვინმეს რომ ამას შეეგუება საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს საზოგადოება და ეს არის პრობლემა ისინი მათ სურთ რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდეს მის გარეთ და დღეს ის რაც ქონდათ სხვა ასეთი ტიპის ადამიანებს, როცა საუბრობთ ჩვენ ორჯონიკიძეებზე, პირდაპირ რეინკარნაცია არის დღევანდელი ოპოზიცია, სერგო ორჯონიკიძეს რეინკარნაცია არის. ადრე
თავის დროზე სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა წითელ არმიას, ჯარს და ისინი დღეს უძღვებიან, უნდა თუ შემოუძღვენ სანქციებს, რაც ადრე იყო იარაღი და ტანკი, დღეს ეს ზოგიერთებისთვის, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებისთვის და ზოგიერთი ხელისუფლებისთვის სანქციები იქცა ასეთ იარაღად და ხედავთ რამდენად ხალისით საქართველოში დაბადებული ადამიანები, ამ საზოგადოებაში გაზრდილი ადამიანები, როგორი ხალისით არიან, ერთმანეთს ასწრებენ, რაიმენაირად დააბრალონ ქვეყანას, რაიმე უბედურება, დააბეზღონ თავის თანამოქალაქეები, რომ იქნებ გამოიწვიონ ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ. აი ასეთ ფარგლებს გარეთ ლეგიტიმაციის ძიება ან უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ცალკე პრობლემაა და ცხადია მიუღებელია, მაგრამ მეორე არის ნორმალური პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და გაგრძელება სხვა ქვეყნებთან, რაც არის აუცილებელი ქვეყნისთვის და ამას ელოდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი და აქ ჩვენ ხედავთ ძალიან მძლავრ მანქანას, რომელიც აფერხებს ხელისუფლებასა და სხვა ქვეყნის მთავრობებს შორის ამ ურთიერთობის განვითარებას, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მაგალითად ევროსაბჭო იქნება თუ ეუთო იქნება, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადებული ვიზიტი იქ ევროსაბჭოში, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების არ დადასტურების მოთხოვნა და ასე შემდეგ. აი ამ პრობლემის მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ? უბრალოდ სკოლისა ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ჩვენს საარჩევნო წინასაარჩევნო პროცესში ჩართული იყვნენ თავად უცხოელი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მოკავშირეებთან ერთად ისინი დამარცხდნენ ამ არჩევნებში. და ეს არის სწორედ იმ მარცხის გამოვლინების და ამის გარკვეულწილად ქართულ ხალხს მათ შორის გარკვეული შურისძიება, რომელსაც ხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, ვინაიდან ისინი დამარცხდნენ არჩევნებში. ვერ მოვიდა, ვერ გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელიც არის მათი მარიონეტი და ქართულმა ხალხმა თავისი ხელისუფლება აირჩია. ამიტომ ეს არის შედეგი. რა თქმა უნდა, ეს პროცესია, რომელსაც საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ამას თვალი გაუსწოროს. ჩვენ 2020 წელს სხვანაირად კი არ ქონდა სინამდვილეში. 2020 წელსაც გახსოვთ თქვენ, ერთი წელი დაჭირდა იმას, რომ ოპოზიციას ეღიარებინა არჩევნები და შემოსულიყო ასე ვთქვათ და მიიღო მანდატები. და ზუსტად იგივე პროცესები იყო მაშინაც, რასაც ეხლა ვხედავთ. ერთ-ერთი სხვაობა არის. მაშინ იგივე ეს უცხოელი აქტორები, რომელიც დღეს ღიად ჩანან, მაშინ იყვნენ ოპოზიციის ზურგს ამოფარებული. და იქიდან აგულიანებდნენ და აკეზებდნენ მათ. დღეს უბრალოდ ისინი ღიად გამოჩნდნენ, თორე მაშინაც ჩანდა მათი აჩრდილი ოპოზიციის უკან, მაშინაც იყო მათი კარნახით ყველაფერი. არაერთხელ მithქვამს მე, როდესაც ჩვენ მქონდა 19 აპრილის შეთანხმებაზე დაკავშირებით მაშინ მედიაციის პროცესი, ის პუნქტები რაც იყო ჩამოწერილი და სხვა დროსაც მომიყოლიეს მე, როდესაც შემოიტანათ პირველად და გვაჩვენეს მე იქ ერთ-ერთ პუნქტზე ვიკითხე კიდევაც, ეს საერთოდ ვისგან არის, რომელიც ოპოზიცია, NGO ვისგან არის, იმიტომ რომ იყო საკითხები, რომელიც არავის არ დაუყენებია პოლიტიკურ დისკუსიაში და ჩანდა, რომ ეს იყო პირდაპირ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარე ძალების მხრიდან ჩადებული საკითხები, ჩადებული ინსტრუმენტები, საკანონმდებლო გარკვეული, ასე ვთქვათ, მარწუხები, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა შემდეგ ჩვენი ქვეყნის გარედან უკეთ მართვისთვის. ეს მაშინაც ჩანდა, აჩრდილი უცხოური, მაგრამ მაშინ არ გესმოდა განცხადებები თქვენი ოპონენტების მხრიდან, გულისხმობ როგორც ქვეყნის უпростоრად გულისხმობ ქვეყნის გარეთ, რომ არ გესმოდა ამ ადამიანებისგან განცხადებები, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა არის, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, რომ საჭიროა ხელახალი არჩევნები და ასე შემდეგ ვრცელი ჩამონათვალე ამ პროცესების. ამას ძირითადად უბრობდნენ თქვენი ოპონენტები საქართველოში, ანუ ისო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახლაც არ შემოდიან პარლამენტში. ახლა როდესაც ვითარება არის ამ ტიპის, როდესაც ჩვენ გვესმის გარედან ორკესტრირებულად, რომ ახალი არჩევნებია საჭირო, ჩვენ ვხედავთ ქუჩაში ადამიანები კვლავ დგანან, მათი ნაწილი კვლავ რჩება და კვლავ აპროტესტებს და ითხოვს ახალ არჩევნებს და არა მხოლოდ ამ საკითხს. რა არის ხელისუფლების პასუხი და ნაბიჯები? ერთ მხრივ გასაგებია, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ არჩევნები იქნება პოლიტიკურ გუნდს გულისხმობ 2028 წელს, მაგრამ სხვა რა ტიპის ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ იმისათვის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, საზოგადოების ნაწილი დამშვიდდეს და ასე შემდეგ. უბრალოდ ყოველისა რასა იუკნევიჩიანი, მაშინაც რასა იუკნევიჩიანი იყო და ჟიგი მანტას პავილიონსი, მაშინაც ჟიგი მანტას პავილიონსი და სხვა ასეთები. უბრალოდ ისინი მაშინ ოპოზიციას და NGO-ებს ალაპარაკებდნენ
და ამას ვამბობ ზუსტად რომ მათი აჩქრილი იყო მათ უკან თორე ალაპარაკებდნენ ოპოზიციას მაგრამ ნახეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გერმანიის კანცლერის იმ დროში მაგრამ ნახეს შემდეგ რომ მათი ხელითაც არ გამოდის ის საქმე რაც ზოგიერთს ქონდა დასახული საქართველოში ხელისუფლების ქართული ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლის მიზნები და დღეს ხედავთ რომ პირდაპირ ამოქმედებული არიან და თავის თავზე აიღეს, თავის ხელში აიღეს, ასე ვთქვათ, გარკვეული ქმედებები, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ვაკვირდებით მთავარ ცვლილებას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც დასახული აქვს პრეზიდენტ ტრამპს, იმ ბიუროკრატიის წინააღმდეგ, რომელიც ასეთი სქემების ასე ვთქვათ, დაგეგმაში თუ წარმოებაში ძალიან გაწაფული იყო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების დააზიანა და უპირველეს ყოვლისა მისი რეპუტაცია დააზიანა სხვა ქვეყნებში, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს გამკლავებას ამ გამოწვევასთან და საბოლოო ჯამში დაუბრუნდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა იმ კალაპოტს, სადაც უნდა იყოს. სადაც ქვეყნები და ზუსტად ეს არის დამაიმედებელი, რომ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ეს განაცხადა ზუსტად, რომ ამოდიან იქიდან, რომ ქვეყნები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით და შემდეგ ამ ინტერესებით ერთმანეთს ესაუბრებიან და ეძებენ თუ სად არის თანხმედრა ამ ინტერესებს შორის. აქამდე სამწუხაროდ იყო ცდილობები კიდევ ერთხელ რომ რაღაცნაირად მზრუნველობითი ფარისეულური მზრუნველობის გამოჩენის რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევის და ერთი არის, ოდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ როცა ხა ესტონეთის ხელისუფლების დონეზე დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, რომ ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს. მე მგონი ხა აი ეს ის ეტაპი არის აი ზუსტად იმ ფსევდოლიბერალურ ღირებულებებთან სადაც მივიდა საბოლოო ჯამში სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო. რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დაალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. აი ამ აბსურდთან ასეთ აბსურდზე რომ მივიდნენ, აი მაშინ უკვე ასე ვთქვათ, საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ასეთი საკით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობისა და ყველამ უნდა გააცნობიეროს აქედან გამომდინარე, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საქართველოს მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, რა თქმა უნდა, ამ სუვერენიტეტს ესე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომელსაც გუშინაც ვისმენთ ევროპარლამენტში, რუსული აქცენტით გველაპარაკებიან აქ ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები. მე ხა ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს ამ ყველაფერს, მე მგონი ეს ყველაფერს გასაგებია. მე გაგახსენებთ რა ლოგიკას ავითარებს ახლა ოპოზიცია და მისი უცხოელი მეგობრები, რომ დღევანდელი მოცემულობით ქვეყანა დიდხანს ვერ იცხოვრებს, რომ აი ეს სიტუაცია, რომელიც ახლა არის, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში და პროტესტი არის ქუჩაში, ეს გარდაულად გამოიწვევს ახალ არჩევნებს. იქნება არის უკვე პოლიტიკური კრიზისი, იქნება ეკონომიკური კრიზისი, რაღაც აპოკალიფტურ სურათს ხატავენ და ეს არჩევნები უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა, არჩევნები არის საჭირო იმისთვის, რომ გადაიტვირთოს პოლიტიკური სიტუაცია და განიმუხტოს, ასე ვთქვათ, დაძაბულობა, რომელიც არის. აი ამ სურათზე რას ფიქრობთ? ოპოზიცია არც არასდროს ყოფილა პარლამენტში წინამოწევაში და სულ ქუჩაში იყო. თქვენ კიდევ ხელ შეგახსენებთ, რომ ერთი წელი ფორმალურადაც კი არ შემოაბიჯა ნაციონალურ მოძრაობამ პარლამენტში, შემოაბიჯა და შეგახსენებთ 2021 წლის აგვისტოში შემოვიდა და სექტემბერში ბოიკოტი გამოაცხადეს სამ კვირაში. და არაერთხელ მithქვამს, რომ მათ პლენარის ცნობების ნახევარზე მეტი გაცდენილი აქვთ ასე. ასე რომ მათ ან რამ ნებისმიერმა ადამიანმა გაიხსენოს ერთი საკითხი მაინც, რომელშიც ოპოზიციამ პარლამენტში განხილვების დროს რეალურად და სერიოზულად მიიღო მონაწილეობა. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამიტომ აქ არაფერი თვისობრივად არ იცვლება. ერთადერთი რასაც ოპოზიცია ცვლილება, რასაც ოპოზიცია ცდილობს ახლა წარმოაჩინოს, არის ხმაური, რომელსაც ისინი ცდილობენ, რომ გარედან უბრალოდ მათი მფარველები, ასე ვთქვათ, გარედან ტეხენ. ეს არის და ეს მეტი აქვს, სხვა არაფერი განსხვავება არ არის. პოლიტიკური გადატვირთვის საუცილებლობა არ დგას ქვეყანაში. პოლიტიკა გადატვირთვა ხდება არჩევნებზე, არჩევნები შედგა, მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა, არავის ეგონოს, რომ მილიონ 100.000 ადამიანი ვინმეს დაუთმობს ერთ ხმასაც მაინც, ერთ მისხალს მაინც იმ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად აი ეს ახლა გარე-გარე დადიან და ცდილობენ, რომ რაიმენაირად გარედან ავნონ ქვეყანას, იმიტომ რომ შიგნით დობა მოსახლეობის მხრიდან არ აქვს. ამიტომ
პოლიტიკური არჩევნები ჩატარდა, მოსახლეობამ გამოხატა თავისი ნება და ყველამ ეს ნება უნდა მიიღოს. აბა სხვა რა გონია თან. მაგრამ რას პასუხობს იმ ხალხს ხელისუფლება, რომლებიც ქუჩაში დგანან, რომლებიც ნაწილიც არ წარმოადგენენ პარტიულ აქტივს, თანხმდებით ალბათ იმაზე, რომ ნაწილი შესაძლოა გულწრფელად იყოს გაბრაზებული ხელისუფლებაზე და რომელიმე პარტიის კუთვნილება არ ქონდეთ. პლუს არჩევნების საკითხი გავიგეთ, მაგრამ მოთხოვნა მაგალითად, რომ უფრო ჰუმანური იყოს სახელმწიფო დაკავებულებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. არ ფიქრობთ, რომ რაღაცა ტიპის შემხედრი ნაბიჯების აუცილებლობა დგას, ნუ მინიმუმ ხელისუფლება მაინც გააჟღეროს ეს ნაბიჯები, მეორე მხარე წამოვა თუ არა, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ხედავთ ოპოზიციას მოქალაქეთა ჯგუფს მათი მხარდამჭერებისა, რომლებიც იმედგაცრუებული არიან საარჩევნო შედეგით. ჩვენ ნახეთ 27 ოქტომბერს ხედავდით ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში იყო ჩავარდნილი, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის დემოკრატია. იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ თურმე ხალხის გადასაწყვეტი არის ხელისუფლება ვის უნდა იყოს და ეს არ არის მათი Facebook ბაბლის გადასაწყვეტი. აი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის, რომ ლამის დეპრესიულ მდგომარეობაში იყვნენ. და ეს არის გამოვლინება საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის, მაგრამ ერთ რამეს ვეტყოდი მოქალაქეთა იმ ჯგუფს, რომლებიც აი ოპოზიციასთან ერთად ახლა დაკავებული არიან ამ სახით გარკვეული პროტესტის გამოხატვის. ერთ რამ ჩვენ ვნახეთ, ასე ვთქვათ, გარკვეული კრეატიული მიდგომები სხვადასხვა სახის მარშებისა და გადანაწილიზებისა, ხან უბნების, ხან კუთხეების თუ ხან პროფესიების მიხედვით. რატომ არ ჩატარდა არც ერთი მარში პოლიტიკური მხარდაჭერის მხრივ? ვის მისცეს ხმა? ხო ამბობენ, რომ ჩვენი ხმა წაგვართვეს და დავკარგეთო და ვის მისცეს ხმა? რატო არ ამბობენ? რატომ ალავენ ამას? აი ეს მოქალაქეთა ის ჯგუფი, რომლებიც გამოდიან ხან სხვადასხვა ქვეყნის დროშებით გამოდიან, ხან როგორ და ხან როგორ, თქვან ვის მისცეს ხმა? თქვენ რით ახსნით? ჩვენ ხედავთ სხვადასხვა მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც ცდილობს ჩვენ რომ მედიის სახელი ცოტა ქედმაღლურად, მაღალი პედესტალიდან გარკვეული ასე თქვა პედესტალიდან გვესაუბრონ მორალური უპირატესობის მხრივ. იგივე ქართულ ოცნებას მათ შორის. დიახ, ჩვენ ვართ ქართული ოცნება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც 12 წელია ამ ქვეყნის ხელისუფლებაშია და რომელმაც აი სიკეთები მოუტანა. დიახ, ჩვენ ვართ ქართული ოცნება და დიახ, 1,100,000 ადამიანი არის ჩვენი მხარდაჭერი. ისინი ვინ არიან? ვის უჭერენ მხარს? გითხრან ვინ არის, რა არის მათი ღირებულებები. გითხრას აი თითოეულმა ამ ადამიანმა ცნობადმა თუ არაცნობადმა სახე ვის მისცეს ხმა? ლელოს ეს არის მათი მორალური სახე და ღირებულება. კოლექტიური სახელი არის ახლა პროევროპული ოპოზიცია. ალბათ ასე კი პასუხობენ პროევროპული ოპოზიცია. რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხმა. ვის? რატომ ცხენიათ ამის თქვა? რატომ ალავენ ამას? არჩევანი ქონდათ ადამიანების ნაწილი, აი დავსრულებ მათი ესეთი არგუმენტებიც არსებობს, რომ ისინი არა კონკრეტულ პარტიას აძლევდნენ ხმას, არამედ აძლევდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა აქციაზე დგანან არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტულ პარტიას უჭერენ მხარს, დგანან იმიტომ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ და ამაზე შფოთავენ ეს ადამიანები. აი ამაზე რას უპასუხებთ? საბაბების ძიებას ყველა შეეშვას და გასცეს მარტივ კითხვას. ხომ პროტესტს გამოხატავენ, ხომ არაფერი დასამალი არ აქვს, ხომ ღიად არიან პროტესტში. თქვან ვის მისცეს ხმა? თქვან ვინ არის ქართულ ოცნებაზე უკეთესი არჩევანი საქართველოსთვის? ლელო? თაღლითების პარტია, რომელსაც უნდა და მილიარდები წაერთოს საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელსაც დღესაც $650,000 საქართველოს ბიუჯეტში გადახდილეთ, იმიტომ თაღლითური სასამართლო პროცესები აწარმოა და ყველგან დამარცხა, შიგნითაც და გარეთაც, ნაციონალურ მოძრაობა. ეს არის მათი არჩევანი, მიხეილ სააკაშვილია მათი არჩევანი, ნიკამელია არის ახლების თუ გვარამია მათი არჩევანი. გითხრან სად არის მათი ღირებულება? თუ გახარია, რომელმაც თავისი გუნდი მიატოვა უღალატა იმის გამო, რომ გარკვეული მითითებები მიიღო საიდანღაც. თქვან ვის მისცენ ხმა? სად არის მათი ღირებულებები? ვის ღირებულებებს იწუნებენ? თქვან ერთი ვის მისცენ ხმა? ჩაატარონ მარში, დაადგნენ ლელოს მხარდამჭერები ვართო და თქვან ღიად ვისი მხარდამჭერები არიან. აი ეს არის, იცით, როცა რა შეცვლის ეს პროცესი? რა შეცვლის, იცით, რომ ხა როცა თავად მთიან ანგელოზებად უნდა საკუთარი თავის წარმოდგენა ზოგიერთებს ცნობას თუ არაცნობას სახეებს და მორალური პედესტალიდან საუბრობენ და საუბრობენ ღირებულებებზე ევროპაზე. გითხრან მათი ამ არჩეული პარტია ვინ არის საქართველოში ქართულ ოცნებაზე მეტად პროევროპული პარტია, რომელმაც საქართველოს უფრო მეტი ევროპული პროგრესი მოუტანა. გითხრან ერთი და მე ყველა მივხვდებით.
აი როგორც კი იტყვიან, აი ეს ადამიანები, რომლებიც გამოდიან დღეს და ასე ვთქვათ, ცდილობენ რაღაც მორალური კვლავ ასე ვთქვათ, პლატფორმიდან საუბარს, გვითხრან და როგორც კი იტყვიან, რომ თურმე მათ მიხეილ სააკაშვილს მისცეს ხმა, თურმე მათ მამუკა ხაზარაძეს მისცეს ხმა, რომელიც თაღლითობისთვის არის ვჯავრდებული, გვითხრან მას, რომ თურმე მათ ნიკა გვარამიას მისცეს ხმა, აი როგორც კი იტყვიან, მე აღმოჩნდება საბოლოო ჯამში სად არის მათი მორალური კომპასი. ამიტომ კიდევ ერთხელ, მანამ სანამ ეს ადამიანები არ იტყვიან ვის ხმა, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფარისეულობა, რომელთაც ისინი არიან დაკავებული და ჩაატარონ რა უშლით. ხო უკვე ამოიწურა ყველანაირი ფანტაზია, ხან ასეთი მარს ეძახიან, ხან რას ეძახიან, ხან ასე. დაიყონ, დანაწილდნენ და გვაჩვენონ ერთი, გვაინტერესებს ძალიან, ვნახოთ რომ ვის იმ მხარდამჭერები არიან, რა არის მათი ღირებულებები, სად არის მათი, კარგად გამოჩნდება, როგორც კი ყველა უნდათ Facebook-ზე დაწერონ ყველა ამ სოციმედია ბაბში გაჭედილმა ხალხმა, უნდათ აქციას გამოდიდნენ და იქ თქვან, სად არის მათი საით იყურება მათი მორალური კომპასი, ვინ არის მათი რჩეული პარტია და გავიხსენოთ ისიც რომ დაწყებულია საუბარი ახალი პარტიების შექმნის აუცილებლობაზე და აი ამ იდეის ერთ-ერთი ფლაგმანი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს რომ ახლა აუცილებელია რომ ხალხმა იმ აქტივისტებმა, ვინც გამოჩნდა ამ პროტესტის პერიოდში, აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მათ შორის პოლიტიკურიც და შექმნან ახალი ორგანიზაციები. ის სავარაუდოდ თავის თავსაც ხედავს ამ მომავალ გაერთიანებაში. თქვენ რას უწინასწარმეტყველებდით ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, მაგალითად სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით? ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ყველა შეუძლია პოლიტიკის წარმოება, ერთ-ერთი რამე არისო ფარისეულობას და ტყუილს არ უნდა ქონდეს ადგილი და კიდევ ერთხელ ის რომ დღემდე აი ეს ადამიანები რომ გამოდიან თითქოს ხან ასეთი აქტივისტია, ხან გულწრფელი ახალგაზრდა და ხანაც რა ვიცი სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენელი, იმიტომაც მალავე თავის არჩევანს, რომ რცხვენიათ სინამდვილეში ამ არჩევანის. იმიტომ როგორც კი იტყვიან ვისი მხარდამჭერები არიან, გამოჩნდება კიდევაც სად არის მათი მორალური ღირებულებები. ამიტომ თუ კი ვინმეს უნდა პოლიტიკის ღია წარმოება, ამისთვის თავისუფალ ქვეყანაში არის ყველანაირი შესაძლებლობა და კი ბატონო, წინ არის არჩევნები, ითხოვდნენ არჩევნებს და დაინიშნა არჩევნები 4 ოქტომბერს, იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიიღო მონაწილეობა და ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, რომ აწონოს ყველას ასე ვთქვათ, პოზიცია მათი ღირებულებიდან გამომდინარე და გააკეთოს არჩევანი. ჩვენ ვხედავთ, რომ 12 წელია ქართული ხალხი ამ არჩევანში არ ცდება და დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ ვიცით უკვე თქვენი გეგმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს პრინციპში არის საარჩევნო დაპირება, რომ მოულოდნელი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო, რომ ეს იდეა განხორციელდებოდა ნაცმოძრაობის ჯერ საქმიანობის შესწავლა და შემდეგ სავარაუდო გასამართლება. რა არის მთავარი დატვირთვა, თუ რასაც თქვენ აკისრებთ აი ამ ინიციატივას? მთავარი არის ის, რომ ჩვენ როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე გარედანაც მათ, ვინც დღემდე ცდილობს, რომ ქართველ ხალხს რაღაცნაირად თავს მოახვიოს და თავზე დაასვას კვალ ნაციონალურ მოძრაობა და აქ იგულისხმება არა მარტო პარტია და ის ადამიანები, არამედ იგულისხმება ზოგადად ეს იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული არის ძალადობაზე და ადამიანის დათქმაზე. ყველამ კარგად დაინახოს რასთან ქონდა საქმე და შეფასდეს ბოლო-ბოლო ეს ყველაფერი. 2012 წლის ცვლილების შემდეგ ჩვენ ვიცით ღიად მოყოლილი ისტორიებიც და ზოგი ისტორიებიც რომელიც ჯერ ნათქვამი არ არის, თუ როგორ უშლიდა მაშინ ხელს გარე აქტორები იმას, რომ ქართულ ხალხს ბოლომდე გაიგო თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან ქონდა ჩვენ საქმე. ისაც ჩვენ ხედავდით, ეს იყო მხოლოდ აისბერგის წვერი იმ დანაშაულებისა, რომელიც ეს ჩანდა და სინამდვილეში სიღრმეში იყო წყება მთელი დანაშაულებისა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთმანეთს განაპირობებდა. ამიტომ ამ საგამოძიებო კომისიის ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ კიდევ ერთხელ სისტემურად შეისწავლოს და საჯაროდ, რაც თავარია ეს არის საჯარო პროცესი, რომელიც მათ შორის ღიად გადაცემული იქნება, ასე ვთქვათ, და ეს იქნება შესაძლებლობა მოსახლეობას თვალყური ადევნოს ამ ყველაფერს და ყველა დაინახავს იმ კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს, რომელშიც ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე და რომელსაც უნდათ რომ კვლავ წაგვიყვანონ შიდა თუ გარე აქტორებმა, ხო? ამას მაგრამ იქნება თუ არა ეს აღქმული როგორც თქვენი პოლიტიკური ოპონენტების დევნა.
დევნა ის რაც ეფუძნება სამართლებრივ პროცესს და ის რაც პროცედურებს და ის რაც ეფუძნება მათ შორის საპარლამენტო პროცედურებს შეუძლებელია იყოს შეფასდეს როგორც დევნა და კიდევ ერთხელ ღია პროცესია ყველა ხო ამას ნახავს მათ შორის ხომ უნდა ნახოს ეს პოლონეთის აგრარულ საქმეთა მინისტრმა ბატონმა სიკორსკიმ რომელიც ახლა გასდა საქართველოს აკრიტიკებს რომელსაც სიკორსკი დაიჯდება და მთლიან ამ პროცესს მაინტერესებს ადამიანს სულ ცოტა ხნის წინ თქვა რომ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი ხა მაინტერესებს ხა ადამიანების წამება თუ პოლონეთის მთავრობისთვის ნიშნავს მოდერნიზებას საინტერესო პოზიცია არის უნდა გავიგოთ ეს არის თუ არა იზღირებულება რომელსაც პოლონეთის მთავრობა ატარებს იმიტომ რომ შემდეგ როდესაც განცხადებებს ვისმენთ ხოლმე პოლონეთის მთავრობის და სხვადასხვა ხან სამკუთხედის და ხან ხუთკუთხედის განცხადებები როცა არის ხოლმე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა უნდა ვიცოდეთ რომ ეს ის აგრარულ საქმეთა მინისტრი არის რომელსაც თურმე გონია რომ წამების სისტემა ეს არის მოდერნიზაცია იმასაც გონია რომ ბიზნესის რეკეტი ღამე ქონებების ჩამორთვა ეს არის თურმე მოდერნიზაცია ეს ყოფილა თურმე პოლონეთის აგრარულ საქმეთა მინისტრის პოზიცია ეს ხომ უნდა ვიცოდეთ აი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და მე ერთხელ კიდევ ვკითხავთ ბატონ სიკორსკის ახლა რას ფიქრობს ის სააკაშვილზე მაინც მოდერნიზატორად მიაჩნია თუ არა ის და მოდერნიზატორულ მიდგომად მიაჩნია ის რომ ის რეპრესიები რომლებიც ნახეთ ჩვენ 2012 წლამდე რომელსაც ახლა გვპირდებია ჩვენ ხო ამას გვპირდებიან ახლა აი მთელი ეს პერიოდი ერთი მომენტი რო გავიხსენოთ მხოლოდ ერთი მომენტი რაც დღემდე მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა ხომ ნახეთ პირდაპირ შევარდნის კადრებიც ხომ ნახეთ პირდაპირ იმ ადამიანებისა რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები არიან ნახეთ რომელიმე ელჩი უცხოელი რომელიმე უცხოელი აქტორი რომელიმე NGO საერთოდ ვინმე რომელიც მედიის სფეროში არის რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა საყვედურისა რომ არ შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა ეს ხომ სხვა არაფერი არის გარდა იმისა რომ ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელს ხო ნახეთ პირდაპირ ეთერში უყურებდით როგორ შეარჩიეს თავადვე დირექტორი ვინ უნდა გახდეს მომავალში საზოგადოებრივ მაუწყებელის წამყვანი ვინ უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელის ამათუნ გადა აი მას ხო გვაყურებინებენ 21 საუკუნეში სააკაშვილის რეჟიმ გამოვლილი ქვეყანას კიდევ ერთხელ გვაყურებინებენ და ამაში გვარწმუნებენ რომ ეს არის მოდერნიზაცია ეს არის დემოკრატია რომ მათ შორის თქვენ ტელევიზიასთან დაკავშირებითაც ხო ნახეთ ჩვენ ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტიკოსის გამოხმაურება რომელიც რა დაუშავეთ არ ვიცი ეს ბოლო პერიოდი გადაგვეკიდა ქართულ ხალხს პირდაპირ მუქარა დამოუკიდებელი მედიის მიერ წარმოგიდგენიათ ახლა ესეთი რაღაცა რომ რომელიმე სხვა მედიასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკოსზე თქვა ამას რა მოყვებოდა სიჩუმე აბსოლუტური შტილი ყველა ასე ვთქვათ გულშემატკივარისა სააკაშვილის მეთოდებისა ამიტომაც არის რა თქმა უნდა ხვდებით რომ გამზადებული აქვს უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც. ერთი სული აქვს, როგორმე 1 გრამი ძალაუფლება ჩაიგდონ და მე ნახეთ სახლებზე წარწერების გაკეთება მოსაგონარი იქნება. მონიშნავენ ყველა სახე, ყველას ვინც მათ ეწინააღმდეგება, მონიშნავენ იმისთვის რომ შემდეგ გაუსწორდნენ. მათ შორის თქვენი არქის ფლობელის ინტერვიუ იყო დიდი განხილვისფერო. ნახეთ ხო საბოლოო ჯამში, როგორც კი განსხვავებული აზრი მოხდა მათ ასე ვთქვათ გვირაბივით სწორხაზოვან სივრცეში, როგორც კი რაღაცაში განსხვავებული აზრი ნახეს, რამხელა მიუღებლობა და რამხელა კრიტიკა მათ შორის იყო, როგორ შეიძლება, როგორ დაუშვით, რომ ჩვენ ამ სტერილურ ბაბლში აღმოჩნდა რაღაც განსხვავებული აზრის 1 გრამი აღმოჩნდა შიგნით. წარმოგიდგენიათ რა სიზავენ ეს ადამიანები მათ ხელისუფლება ქონდა. დახურავენ ყველა მედიას და ყველა მათ წინააღმდეგი იქნება, ზუსტად იმავე ეგზეკუციას მოუწყობენ, რასაც უწყობდნენ 2012 წლამდე. მადლობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა. ჩვენ განვაგრძობთ პირდაპირ ეთერს, ვსაუბრობთ ამერიკის ახალ პრეზიდენტზე და მის პოლიტიკაზე. დიპლომატი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ ბაბაშიძე უნდა მოვიწვიოთ ახლა სტუდიაში და მასთან ერთად ვისაუბრობთ იმ პროცესებზე, რომლებიც ახლა მსოფლიო პოლიტიკაში იწყება, მათ შორის ტრამპიზმის მთავარ მახასიათებლებზე. მოგესალმებით ბატონ ზურაბ, მოგესალმებით ჩვენთან ერთად ხართ. ესე იგი ამერიკის ახალი პრეზიდენტის ასე ვთქვათ იდეებს უკვე ეს სპეციალური სახელიც კი დაერქვა, ეს არის ტრამპიზმი, რა გულისხმობს ეს, როგორია მისი მიდგომები პოლიტიკის მიმართ, ეკონომიკის მიმართ, უკვე არსებობს რამე კონკრეტული მახასიათებლები, რით შეიძლება შევაფასოთ. მადლობა მოწვევისთვის. ნუ დავიწყოთ იმით, რომ თუ კი პირველი საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში 2017-2021 წლებმა მხედველობაში ტრამპის პოლიტიკა და ზოგადად ტრამპიზმის
როგორც იდეოლოგიის, ასე ვთქვათ, წარმოჩინება სრულყოფილად ვერ მოხერხდა, უფრო ესეთი ფრაგმენტული შთაბეჭდილება შეიქმნა მის შესახებ. ეხლა შეიძლება ითქვას უკვე, რომ ეს არის მწყობრი იდეოლოგია თავისი ფილოსოფიური საფუძველით. ტრამპის კვლავ გაპრეზიდენტებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდება ძირეული ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ამერიკული რევოლუცია ნამდვილი. იმ ამერიკასთან შედარებით, რაც იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები შეიცვლება ძირეულად და ეს მსოფლიოზე მოახდენს ძალიან დიდ გავლენას. ეხლა რა მაქვს ხედველობაში, რა მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დაიშალა საბჭოთა კავშირი, დასრულდა ცივი ომი, შეიქმნა ძალიან დიდი ვაკუუმი მსოფლიოში, ორპოლუსიანი მსოფლიო გახდა ერთპოლუსიანი და ერთი ლიდერი მსოფლიოში გახდა 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა უპირატესობა როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით და საინფორმაციო კულტურული თვალსაზრისით. აი ამ 4-ვე განზომილებით. და 90-იანი წლების დასაწყისში ვაშინგტონმა მსოფლიოს შესთავაზა ახალი დიდი იდეა, ეს გახლავთ ლიბერალური გლობალიზმი, ანუ ის ფასეულობები, რაც ჩაითვალა, რომ გახლავთ უნივერსალური, ანუ ყველასათვის მისაღები თელ მსოფლიოში, არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი. აი ასეთი, ასე ვთქვათ, უნივერსალური ფასეულობების ერთობლიობას დაერქვა აი ეს ტერმინი გლობალიზმი და მაშინ ბევრმა ირწმუნა კიდევაც რომ ეს მართლაც ასე ვთქვათ ის ფასეულობებია რაც არის აი სახელმწიფო განვითარების, საზოგადოების განვითარების ალბათ უმაღლესი მწვერვალი და გახსოვთ მაშინ წიგნიც დაიწერა ძალიან ცნობილი ბესტსელერი ფუკუიამასი ბოლო ადამიანი ისტორიის დასასრული საუბარია იმაზე ისტორია დასრულდა ამის წინ უკვე სახელმწიფო ვეღარ განვითარდება ამაზე მეტი მაგრამ გავიდა ხანი და აღმოჩნდა რომ ეს ფასეულობები არ ყოფილა უნივერსალური და მსოფლიოს რაღაც დიდი ნაწილისთვის ჩინეთისთვის მილიარდ თითქმის ნახევარი ქვეყნისთვის ეს ფასეულობები არ აღმოჩნდა მისაღები ისლამური სამყაროს დიდი ნაწილისთვის არ აღმოჩნდა მისაღები ინდოეთისთვისაც კი რომელსაც ახლა აი ესე ტრადიციონალისტები მართავენ ბოლო 10 წელიწადი რუსეთში აღარაფერს არ ვამბობ. ანუ თითქმის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი თითქმის მეტი თუ არა, ну ეს ფასეულობები არ აღნიშნავს გლობალურ ცვლილებებსაც. აი ეს ასე ვთქვათ, აი ამ ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობები. ეხლა ამ 30 წლის განმავლობაში კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ეს გახლავთ ის რომ ტრადიციული ლიბერალიზმის საფუძველზე აღმოჩნდა ახალი იდეოლოგია, ნეოლიბერალიზმი, ანუ რასაც ტრამპი უძახის მემარცხენე ლიბერალიზმს. ჩვენთან აქ ლიბერალური ფაშიზმიც კი დაარქვეს ეს, იმიტომ რომ ეს ლიბერალური დემოკრატია, ლიბერალიზმი, ეს ნეოლიბერალიზმი ასკარად იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ლიბერალიზმი ნიშნავს თავისუფლებას, ხო, ლიბერტას მოდის ეს ლათინურიდან, მაგრამ ნუ აღმოჩნდა რომ ეს პლურალიზმს გამორიცხავს საერთოდ. ეს აზრი, მისი აზრი, ან უნდა მიიღო პოსტულატი, ან შენ ასე ვთქვათ, შეუწყნარებელია აბსოლუტურად. აი ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, სწორად ის იდეოლოგია, რომელიც ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოიშვა. ეხლა რა გახლავთ, აი თქვენ რაც გითხეთ, თქვენ თავარი მახასიათებლები, აი ამ ნეოლიბერალიზმისა. ну ჩამოთვალოთ ის რაც ჩვენთვის კარგად ცნობილია. უპირველეს ყოვლისა, აი აბსურდამდე მიყვანილი აი ამ გენდერული თანასწორობის, სექსიზმის და სექსუალური უმცირესობების დასვის, უფლებების დასვის თემა. აი სრულ აბსურდამდე მიყვანილი აბსოლუტურად. ეკოლოგიის საკითხები მაგალითად. ეკოლოგიის საკითხებიც. ეს გახლავთ ზოგადად უარყოფის კულტურის დანერგვა. აი გახსოვთ ჩვენ მაგალითად რადიკალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი ეს ნეოლიბერალები, როგორ ანგრევდნენ
ძეგლებს, მათ შორის დამფუძნებელი მამების ძეგლები ჩამოანგრიეს, ჩამოაგდეს სხვადასხვა მიზეზით და ასე შემდეგ. ანუ აი ესეთი ტრადიციების, ფასეულობების, მათ შორის რელიგიური, ასე ვთქვათ, ფასეულობების წინააღმდეგ, ასეთი რადიკალური გამოსვლები, ასევე იდეოლოგიურ, ასეთ ელიტარულ წრეებში, ინტელექტუალურ წრეებში უფრო სწორად შეიქმნა ახალი თეორიები, მათ შორის კრიტიკული რასობრივი თეორია, ასეთი, რომელიც ამტკიცებს, რომ რასიზმის გამოვლინება ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, არამედ ეს არის ზოგადად, ასე ვთქვათ, აი სისტემური ხასიათის პრობლემა და ამას მოყვება, ასე ვთქვათ, მთელი რიგი შედეგებისა და არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს გახლავთ იმიგრაცია. რამაც ფაქტიურად შეცვალა ამერიკის შეერთებული შტატების აი ქიმიური შემადგენლობა. აი ხა საინტერესოა ჩვენთან დიახ, ეს გახლავთ არა მხოლოდ კანონიერი, არამედ არალეგალური, ასე ვთქვათ, იმიგრაცია, რომლის ხელშეწყობას მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა და ამან ძალიან შეცვალა ყველაფერი. კი ბატონო, ნახეთ ზომები ამის წინააღმდეგ, მაგრამ საინტერესოა ჩვენ მაყურებელს ყველაზე მეტად დაინტერესებს ჩვენ რა მოლოდინი უნდა გქონდეს. ეხლა თუ შეიძლება ერთ რამეს მოგახსენებთ. ამიტომ აი ტრამპიზმი და ტრამპის ბრძოლა დღის წესრიგი გახლავთ სწორედ აი ამ გლობალიზმის წინააღმდეგ და ამ ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ. აი ვიმეორებ, აქ ამ იდეების გამტარებელი გახლავთ აი ის deep state-ი, რაზეც ჩვენზე ხშირად არის საუბარი, ეს ჭtillovani სახელმწიფო ხო? ეს გახლავთ ბიუროკრატია, რომელიც შეზრდილია ფინანსურ წრეებთან, შეზრდილია ეკონომიკურ წრეებთან, შეზრდილია იდეოლოგიურ ცენტრებთან სხვადასხვა სახით და ფაქტობრივად არის სახელმწიფოში ეს ჭtillovani სახელმწიფო აკონტროლებს მედიას, მეინსტრიმს, რომელიც ფაქტობრივად ახდენს საზოგადოებრივი აზრის манипуლირებას და ასე შემდეგ. აი დღის წესრიგი ტრამპის ეს არის. აი ამ deep state-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს გახლავთ აი იმ ჩამონათვალის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მე ჩამოვთვალე, ხო აი გამოვლინებები, რომელსაც სპეციალური ტერმინიც კი დაარქვეს, აი woke კულტურა, აი ამ woke კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ყველაფერი მის საინაუგურაციო სიტყვაშიც კი გამოიკვეთა, რა, სადაც მან თქვა ისეთი რევოლუციური რაღაცები, რაც ნუ თითქმის აი სასაცილოც არის ხო 30 წლის წინანდელი გადასახედიდან რომ ქალი და კაცი არსებობს, რომეთი ასე ვთქვათ, სხვა სქესი არ არსებობს. იქ მან იმიგრაციის თემებზე ისაუბრა, იქ მან ისაუბრა ზოგადად გეოპოლიტიკაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ გააგზელებს აი ამ მესიანურ გეოპოლიტიკას, აი ამ გლობალიზმის ასე ვთქვათ, ხედვას, გეოპოლიტიკურ ხედვას, რომ აუცილებლად სხვა ჭკუა უნდა ასწავლო, ჩაერიო სხვა ქვეყნის საქმეებში, ამას გულისხმობს. ამას ძალიან სერიოზული შედეგები ექნება. დიდი წინააღმდეგობა მოყვება სავარაუდოდ ამ ამბავს, მაგრამ თავად მცდელობა როგორ შეცვლის ამერიკის პარტნიორებს, ევროპას, საქართველოსაც შეეხება ალბათ გარკვეულწილად ეს პროცესი. იცით რა, ეს უკვე მცდელობები არ არის, აგერ 42 აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ამ კაცმა ხელი. ეხლა ჩვენ სულ რამდენიმე კვირის წინ ვეუბნებოდნენ ევროპარლამენტში deep state საერთოდ არ არსებობს, ესო საქართველოს თავრობის მოგონილიაო და ნუ რანაირ აგერ კაცმა ხელი მოაწერა აგერ განკარგულებას deep state-ის წინააღმდეგ სახელმწიფო აპარატის deep state-იდან გაწმენდის შესახებ. აი ასეთი, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ბრძანება. აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი სიტყვის თავისუფლებაზე სამთავრობო ცენზურის გაუქმების შესახებ, პრევენციის შესახებ. ხელი მოაწერა მას რა ქვია გამასრულებელ ბრძანებას ფედერალური ტრენინგებიდან კრიტიკული რასის თეორიის აღმოფხვის შესახებ. აი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ეს არის აი რევოლუციური ცვლილებები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამას ექნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა. აი თქვენ ახლა ისაუბრეთ, სანამ მე მოვიდოდი აქ, საგარეო დახმარების შეწყვეტის შესახებ 90
ნუ ესე ამასაც ხო ხედავდით ჩვენ არა, გვინდა დაგეხმაროთ, არ გვინდა დიდი მადლობა, არა უნდა დაგეხმაროთ, ესე იგი, არ გვინდა ეს LGBT პროპაგანდა, არა გინდათ. ამას ხო ყველაფერს ხედავდით. ნუ როგორც ჩანს მარტო აქ არ ხედავდით და ეს სხვა ქვეყნებსაც სერიოზულად აწუხებდა, რადგან აი პირველივე დღეს ერთ-ერთი ბრძანებულება, რასაც მან მოაწერა, ეს გახლავთ. ანუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ის პროცესები, რაც ბუნებრივად ვითარდება ახლა შეერთებულ შტატებში, ის ბრძანებები, ის აქტები, რასაც ტრამპი გამოსცემს, ავტომატურ რეჟიმში გავრცელდება უпростоრად საქართველოსთან მიმართებით და ეს ავტომატურად მოახდენს გავლენას. არა, ავტომატურად შეიძლება თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვერ ხო მოხდეს ამის განხორციელება, იმიტომ რომ დღეს ვნახეთ ჩვენ ცნობები, რამდენიმე შტატში უკვე გამოჩნდა ამის წინააღმდეგობა, ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მაგრამ ეს ვიმეორებ, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს მთლიანად სოფლიოში, ეს გავლენას მოახდენს აუცილებლად ევროპაზეც, ეს შეცვლის სოფლიოში კლიმატს. ეს უკვე იგრძნობა, აი, რამდენიმე დღე ორი დღე გავიდა სულ და უკვე აი ქიმიური შემადგენლობა ვახსენე, ახაც გამოვიყენებ ამ ტერმინს. ეხლა ჩვენ მოლოდინები გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობები გადაიტვირთება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ აი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში 2017-2021 წლებში ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა პრეზიდენტ ტრამპის აი იმ ადმინისტრაციასთან. ძალიან კარგი თანამშრომლობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, კერძოდ ავღანეთთან დაკავშირებით მაშინ სერიოზული ერთობლივი პროექტები იყო და მაშინ ჩვენი ბიჭები მსახურობდნენ და ამერიკის შეერთებული შტატები ამას ძალიან აფასებდა და ნუ იმედი გვაქვს რომ ტრამპის ადმინისტრაციაში და პირადად პრეზიდენტ ტრამპსაც ეს კარგად უნდა ახსოვდეს. სხვათა შორის იმ პერიოდში, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი იყო, არც ერთი ომის ან რაღაც დიდი სამხედრო კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებს არ წამოუწყია. აქ საუბარი იყო ახლა უკვე ჩემამდე, რომ ამერიკის აი ეს გლობალიზმის, ეს მესიანური მიდგომის პოლიტიკა, რომ უნდა შეიცვალოს, ამის შესახებ ტრამპმა უკვე განაცხადა. მის მაგივრად აუცილებლად პოლიტიკაში დამკვიდრდება რეალიზმი, საღი აზრი, ეს ცალკე თემაა პოლიტიკაში რეალიზმი რას წარმოადგენს. ამაზე შეიძლება ოდესღაც ვისაუბროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის მოლოდინი იმისა ашკარად, რომ პოლიტიკა გახდება საერთაშორისო პოლიტიკა უფრო პრაგმატული, ნაკლებად ასე ვთქვათ, აი ასეთი ამბიციური, რომ დიდი ქვეყნები აუცილებლად უნდა კარნახობდნენ მცირე ქვეყნებს თუ როგორ უნდა მოიცენ, რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა იცხოვრონ და ეს რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესებში ашკარად არის. აი ამ ფუნდამენტზე, ასე პლატფორმაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. მადლობა ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი დღეს იმედი ლაივი ამ რიგებში. ბრუნდებით ხვალ 23 საათზე, მადლობა რომ გიყურებთ.